მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. ეს იქნება როგორც ერთ-ერთი ვიდეო გაკვეთილი, იმიტომ რომ ჩვენ პარასკევობით გვაქვს ესეთი რუბრიკა, რომ იმათთვის, ვისაც აინტერესებს ტარო, ვისაც უნდა სწავლა, რა თქმა უნდა, ჩემი მოსწავლეებისთვისაც იქნება ეს გაკვეთილი, მაგრამ აქვე მინდა ჩავაქსოვო ისე თუ უყურებს ვინმე რა სიტუაცია, რომელიც აი თქვათ გაიწელა რაღაცა სიტუაცია, რომელმაც თქვათ თქვენზე შეიძლება არც იყოს დამოკიდებული, მაგრამ რაღაცა მოხდა და აი ამ სიტუაციაზეც გავაკეთებ გაშლას, მაგრამ მთავარი მიზანი ამ ვიდეოსი არის ის, რომ მე ბევრჯერ მithქვამს საერთოდ ჩემს ვიდეოებში, რომ როცა ვყვები სწავლაზე, სწავლის პროცესზე, ჩვენს აკადემიაში, რომ მე ვაძლევ მეორე მესამე კურსზე, პირველი კურსზე ჩვენ ვსწავლობთ მნიშვნელობებს, ენერგიებს და მერე უკვე მეორე მესამე კურსზე მე ვაძლევ ძალიან საკმაოდ საკრალურ გაშლებს, რომელიც ახლა ინტერნეტ სივრცეში არ მოიპოვება. და ეს რა თქმა უნდა ის იკითხება სხვანაირად, ეს არის საკრალური გაშლები, რომელიც არის აგებული მაღალ არკანებზე, საერთოდ ყველა არის გაშიფრული მაღალი არკანების ყველა გლიფები და მაგაზე არის აგებული, ამიტომ არის 1000%-იანი, ასე რომ ვთქვათ, ინფორმაცია მოდის იქიდან, მაგრამ დღეს ჩემს თავს მივეცე უფლება, იმიტომ რომ ეს არის პატარა გაშლა ძალიან, რომელიც არის აგებული მე-12 არკანზე. ეს ჩემ მოსწავლეებს ექნებათ როგორც ბონუსი. მაგრამ თქვენთვისაც იქნება საინტერესო იყოს, აი როგორი შეიძლება იყოს ეს საკრალური გაშლა, რას ნიშნავს, ხო? და ანუ რა პრინციპი აქვს ამ საკრალურ გაშლებს და რატომ შეიძლება ამოიღო აი ზუსტი პასუხი სიტუაციებზე, ხო? რა სხვაობა აქვს ისეთი დაუშვათ. ახლა რა თქმა უნდა, სხვაობა არის ის, რომ აქ პირველ რიგში განლაგებაში, მეორე კიდე იმაში, რომ ასეთ გაშლებში არის პრიორიტეტული არკანები, არის არაპრიორიტეტული რა. რა თქმა უნდა, ყოველთვის არის პრიორიტეტული უფრო მაღალი არკანები, ყოველთვის ასეთ გაშლებში, ეს პროფილური გაშლები, ასე ქვია მაგას. და მე დაახლოებით 6 თუ 7 არ მახსოვს უკვე გაშლა, რამდენს ვაძლევ, ერთი უნდა დავითვალო ჩემს კურსზე და ეს ხშირად არის ხმალები, ხშირად არის გვერთხები, პრიორიტეტული, მაგრამ ნუ უბრალოდ უნდა იცოდეთ. დღეს მე მინდა რომ თქვენ განახოთ აი ამ გაშლით როგორ იკითხება. იქნება მე-12 არკანზე, აგლიფები აგერ არის, ხედავთ თქვენ რომ ეს არის ნიმბი, ბიჭი არის, აქ არის ხე და აქ ხა ნუ იგულისხმება კიდე ბალახი, ხო, ხეხო დგას რაღაცაზე და ბალახი. და ვნახოთ ახლა როგორ ლაგდება ეგეთი გაშლა, რა თქმა უნდა, მაგას აქვს თავისი სპეციფიკური განლაგება. ყოველთვის ახლა ჩვენ ჩავიფიქრეთ რაღაცა დავუშვათ, ანუ რატომ ეს სიტუაცია დავუშვათ, რაღაც სიტუაცია თქვენ ცხოვრებაში ასე გაიწელა და ან საერთოდ გაჩერდა, შეჩერდა და ნახოთ, აბა შეიძლება თქვენზე სულაც არ არის დამოკიდებული ეგ სიტუაცია და გაშლა, რა თქმა უნდა, აი ეს არის მაგალითი, ერთ-ერთი პატარა გაშლა იქნება, მაგალითი იმ საკრალური გაშლებს, რომელიც არის 9 კარტიდან გვაქვს ჩვენ 15, ნუ ბევრი დიდი ძალიან ესეთი გაშლებს ვაკეთებ ჩვენ, ნუ ამ დროს სხვადასხვა, როგორც გითხარით, არკანებზე გვაქვს ეს არის, ნუ უნიკალური გაშლები. დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყოთ ახლა გლიფები გითხარით, მე თქვენ, აქ არის მნიშვნელოვანი თვითონ ეს ბიჭი და ეს რა თქმა უნდა იქნება მაღალი არკანი, იმიტომ რომ ყველა, ნუ ეს არის ჩვენი ენერგია, ხო? რა თქმა უნდა, ესე როცა თქვენ იცით დაუშვათ ახლა სხვა არკანებზე რო არიან, თქვა გოგო, ბიჭი, ხო? თქვა შეყვარებულების არკანზე მაგალითად, ყველა სულიერზე რა თქმა უნდა მოდის ახლა მაღალი არკანები. და ნიმბი ახლა არის ეს არეოლი ისეთი, რომელიც ახლა ანუ ძალიან აი ძალას გვაჩვენებს, ენერგიას აჩვენებს, რომ აი მისი დახასიათება, ანუ რატომ ეს სიტუაცია ასე მოხდა და აქ რა თქმა უნდა არის უკვე არაპრიორიტეტული, რომ ხე არის რა, უკვე გვაჩვენებს ჩვენ მიზეს, რატომ ეს სიტუაცია ასე ჩამოიკიდა, ასე ვთქვათ და არ ვითარდება აგნების მერე არკანი ჩვენ მაგას გვაჩვენებს და მეორე
არის, ანუ აქ როგორც გითხარით, ახლა ბალახი იგულისხმება ქვეშ, ну რაზეც დგას ეს თვითონ ეს ხე, ეს არის უკვე ის რა აჩერებს ამ პროცესს, რა არის რა აქვს ადამიანის თავში, იმიტომ რომ ახლა თავდაყირა არის, ხო? ანუ თავში რა უდევს ახლა ამას და რაც არაზრეს ამ სიტუაციის განვითარებას. ну დავიწყოთ ახლა, ანუ დასტა ჩვენ ვამზადებთ და შემდეგ უკვე ვიწყებთ განლაგებას. ანუ ვიღებთ, რა თქმა უნდა, ჩვენ პრიორიტეტულში ყოველთვის ზემოდან და პირველი მაღალი არკანი გამოვიდა, არის პოზიცია, სადაც არის პირველი ბიჭის პოზიცია, ხო? აი აქ ბიჭი არის, როგორც გითხარით, მაღალი არკანი იქნება. შემდეგი არკანი კიდე გაჩვენებთ ჩვენ მაღალ არკანს, ჩვენ უკვე აღარ გვჭირდება, იმიტომ რომ ამ გაშლაში მხოლოდ ერთი მაღალი არკანი, ამიტომ ამას გადავდებთ კიდე. არ გვჭირდება მაღალი რაღაც მაღალი არკანები წამოვიდნენ, სულ აი გითხარით, თუნდაც მეექვსე გაშლაზეც გვაქვს მეექვსე გაშლა, აი ამას აგებული, აქაც რა თქმა უნდა გოგო ბიჭი მაღალი არკანები არის, ხო? ну იყოს აქეთ, ხო? აქ რატომ აქაზე სულ ყველა მაღალი არკანები წამოვიდნენ ერთად, რასაც სწავლე. შემდეგი ჩვენ ხის ახლა ჩვენ როგორც გითხარით, რომ პრიორიტეტული რა არის აქ, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ აქ არის ერთი პრიორიტეტული არის, რომელსაც ჩვენ ვდებთ პირველ რიგში, ეს არის მაღალი არკანი. მერე უკვე კიდე პრიორიტეტული იქნება ხმალები, მაგრამ არა პრიორიტეტული გამოვიდა პირველი, აი აქ ხე. მაღალი არკანი კიდე გადავდებთ, ჩვენ მეორე არაპრიორიტეტული არის, აი აქ ვდებთ, იმიტომ რომ აქ უნდა წავიდეს ხმალები, თვითონ ეს არის მეორე არაპრიორიტეტული, აი ამ გლივზე აგებული, აი აქ ამ ორი ნიმზე იქნება, ახლა კიდე ჩვენ გვჭირდება ხმალები. ჩვენ გვჭირდება, იმიტომ რომ ეს ძალიან მოკლე გასტე პატარა გაშლა არის, იმიტომ გადავწყვიტ, რომ აი ეს არის ხმალები. აი აქ არის ხმალები. აი ასეთი პატარა განლაგება არის, აი ესეთი გაშლა. და ჩვენ შეგვიძლიათ ნახოთ რამდენი ინფორმაცია ამოვიღოთ აქედან. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვუყურებთ, როცა მე ვასწავლე ჩემ მოსწავლეებს, ჩვენ ვსწავლობთ, ვინც იყავით ჩემთან მარატონზე, მე ვასწავლე, როგორც აი ჯაჭურად, ანუ მაღალი არკანები, პლუს კიდე რისგან შედგებიან და ანუ გაერთიანებას დაკავშირებას მაღალი არკანების და დაბალი არკანების დაკავშირებას და სამეფო კარის არკანების დაკავშირებას ვასწავლე. ეხლა აქ ჩემი მოსწავლეები ეგრევე დაენახავენ, რომ აქ არის ძალიან მყაფიოდ არის მეოთხე ჯვარი, ხო? ანუ გაერთიანება მაღალი და დაბალი არკანების, აქ არის მეოთხე ჯვარი. ჩვენ ეხლა მაგის მნიშვნელობა უკვე ვიცით და ამიტომ უკვე შეგვიძლია ისეც გამოვიყენოთ. ანუ უფრო მეტი ინფორმაცია წამოვაგება, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ დავიწყოთ პოზიციების მიხედვით წაკითხვა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაინტერესებს, ანუ მაღალი არკანიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიწყებთ, იმიტომ რომ აქ რა მოხდა, დაუშვათ, რა სიტუაცია, რომელიც მიიყვანა ადამიანს იმ დონეზე, რომ ეს სიტუაცია შეჩერდა. ანუ რასაკეთებდა შეიძლება ეს ადამიანი, ნახეთ რა მიიყვანა. ანუ ის მიიყვანა, რომ შეიძლება ადამიანი უყურებდა თვითონ ამ სიტუაციას, რაშიც მოხდა, ძალიან მსუბუქად. ანუ არ იღებდა შეიძლება პასუხისმგებლობას ამ საქმეზე, არანაირად არ მოქმედებდა, იმიტომ რომ შეიძლება კი ბატონო იყო ის, ანუ აქ მოვლენაზე არის ხო საუბარი და სიტუაციაზე, ანუ შეიძლება რა სტრატეგიაც კიდე ქონდა ადამიანს, რომ ამ მიიღო. პირველი და უპირველესი ჩვენ ვიცით, რომ აქ არის, ანუ ადამიანი არასერიოზულად უყურებდა თავის საქმეს. ჯერ იყოს მასე. ეხლა იქ ჩვენ ვიცით, რომ რატომ არასერიოზულად, იმიტომ რომ არ იღებდა პასუხისმგებლობას. რატომ ახლა ჩემი მოსწავლეები იმ წუთში მიხვდებიან, იმიტომ რომ აქ ჯაჭვში არის კიდევაც მე-13 არკანი, აქვე არის იმპერატორის არკანი და კიდე სხვა არკანები, რომელიც გვეუბნებიან ჩვენ ამ ინფორმაციას. ჯერ 1% უბრალოდ გითხარით.
შემდეგი ჩვენ ახლა უნდა ვნახოთ, რა თქმა უნდა, რატომ ეს სიტუაცია რა ძალა არის აი აქ, რა ენერგია, მოდით ასე ვთქვათ, ამ სიტუაციაზე უმოქმედება ისევა. მეოთხე არკანს ვაჩვენებენ, მეოთხე არკანში აქ არის აი თითქოს, აქ დაჟე როგორ არის, აი თითქოს ეგრევე მოდის ენერგია, რომ ადამიანი იყო რაღაცა მზადების პროცესში, შეიძლება დაჟე უბრალოდ გადადეს ახალ ეტაპზე, შეიძლება ადამიანმა რაღაცა ახალი ეტაპი დაასრულა თავის ცხოვრებაში და ეხლა ეძლევა აი თითქოს შესვენების პერიოდი იმისთვის, რომ შეიცვალოს ყველაფერი აბსოლუტურად. მიხვდეთ, მაგის ცხოვრებაში. ეს თითქოს აი მეოთხე ვიცით ჩვენ ჯვარში რა ხდება, ხო? ადამიანი რა ენერგიას იღებს, საიდან იღებს ამ ენერგიას, რისთვის იღებს ამ ენერგიებს და რატო, საიდან მოდის ეს ინფორმაცია. ნუ მე შემიძლია გითხრათ თქვენ აქ, რომ ნამდვილად აქ გვეუბნება მეოთხე ჯვარი იმას, რომ ადამიანმა უნდა მოძლიერდეს, იმიტომ რომ ძალიან დიდ ხანს ეტყობა იყო მოდუნებული სიტუაციაში, არ იღებდა პასუხისმგებლობას, ისვენებდა, მოდით ასე რომ ვთქვათ რა, რატომ? იმიტომ რომ რატომ გაჩერდა სიტუაცია? იმიტომ რომ დიდ ხანს იყო კომფორტის ზონაში, ასე რომ ვთქვათ რა. იმიტომ რომ ჩვენ აქ ვიცით, რომ აქ იმდენად დიდი ქმედება არ არის, აქ ემზადება ადამიანი იმისთვის, რომ აქ შესვენება არის რაღაცა თქვათ დაწყებული საქმის მერე. აქ პირველი შესვენება, აქ პირველი გამარჯვება არის და ადამიანი ეტყობა დიდი ხანი აქ ამ გამარჯვებას ზეიმობდა და არ მოქმედებდა. შესვენება იყო და იღებდა უბრალოდ ამ თავისი გამარჯვების საჩუქრებს, ასე რომ ვთქვათ, აღიარებას შეიძლება, ხო? იღებდა და ძალიან ისე რა, რაღაცნაირად აი მოეშვა, მოდით ასე ვთქვათ, მოეშვა, რომ აქ უკვე გადავიდა ისეთ ენერგიებში, აი უმოქმედო ენერგიებში რა. შევიდა შესვენება. იმიტომ მისი სიტუაციას, ასე ვთქვათ, შეჩერდა, არა განვითარება. ნამიტანად არის ეს ადამიანი, ასე ვთქვათ, აქ მოდუნებული. და რატომ ახლა, ხო, ეს რა ქვია, დაფარული სარგებელი. ეს არის დაფარული სარგებელი. ანუ ის რაც აჩერებს ამ პროცესს. ანუ ეს რა გვაქვს ჩვენს თავში? ახლა პრინციპში მე-5 ენერგია, ეს უკვე კარგია. იმიტომ რომ აქ ადამიანი უკვე მიხვდა, რომ ამდენი ხანი მე ახლა უკვე ვერ ვიქნები ახლა დასვენებული, იმიტომ რომ ახლა მე-4 ენერგიებშიც ახლა სულ ახლა შობლებაში ვერ იქნები, ხო, რაღაცნაირად თუ გინდა შენ. აქ შეიძლება სხვათა შესვენება გქონდა, ან დაუშვო დიდი ხანი ადამიანი თქვა შეიძლება არ მუშაობდა, ეგაც არის თქვა, ან არაფერს არ აკეთებდა, შეიძლება ეს კომფორტის ზონაში იყო, მაგრამ ეხლა უკვე ძალიან კარგად ხვდება აქ, რომ უკვე უნდა და რამე გავაკეთო, უკვე დრო მოვიდა, რომ საკმარისად ვიყავი მე ესეთ მდგომარეობაში რა. და ზუსტად ეს სიტუაცია რა მოქმედებს კიდე ამ სიტუაციაზე, ხო? ანუ თავში რა მოქმედებს, რომ ეს ხო უკვე ნახე თავდაყირა არის, ხო? ჩვენ თქვით, რომ ეხლა ეს ფიქრობდა როგორ რა გავაკეთო, იმიტომ რომ მიხვდა, რომ უკვე კაი დასვენება კარგია, ყველაფერი, ეხლა ფიქრობდა, რა გავაკეთო. და მიხვდა აქ რას? რომ მე არ მოქმედებ, თვითონაც კარგად მიხვდა უკვე რა. ამდენი ფიქრი შეიძლება განულება და კიდე ნახეთ რა არის. შეიძლება ადამიანს აქ უნდოდა დაუშვათ ახალი რამის დაწყება. მაგრამ ფიქრობდა, რომ რაღაცნაირად რა ვიცი მე აბა მშვენივრად კარგად ვარ. მაგრამ აი ხო გეუბნეთ ეს დამღლილი ცოტა სიტუაცია რა, ანუ ვიღლებე რომ არაფერს რო არ ვაკეთებ და არ მოქმედებ, ხო? მე მოდის რაღაცა, აი ნახეთ აქ ფიქრი იმაზე რომ მოდი აბა ვიმოქმედო, რომ ეს ძალიან კარგი არკანი სხვათა შორის, როცა შენ აქედან მე-4 ენერგია და ნახეთ როგორ დალაგდა მე-5 ენერგიაში გადავდევარ და აი აქ არის გაღვიძება ადამიანის, როცა ხედავს რომ დრო მიდის, არაფერი არ იცვლება, უნდა რამე გავაკეთო.
უნდა რამე გავაკეთო აუცილებლად რა. და რა თქმა უნდა, აქ შეიძლება დავუშვოთ, აქ რატომღაც მომივიდა არ ვიცი ვინმესთვის შეიძლება ეგაც იყოს ეს ინფორმაცია, რომ თქვა მინდა შვილი. მაგრამ, იმდენად კომფორტულად ცხოვრობ და ისე კარგად ვარ, რომ რა ვიცი, ვფიქრობ, ვაფშე მჭირდება მე ეგ სიტუაცია, რომ დავუშვათ ახლა უნდა დავფიქრდე რა. მაგრამ აქ ადამიანი შეიძლება არც არაფერს არ აკეთებდა იმისთვის, რომ დავუშვათ, მაგრამ ზოგჯერ ახლა ასეთ საიდუმლოდ გეტყვით, რომ სექსსაც აჩვენებს, რომ რაღაცა ტყვილი სექსი კი არ უნდა იყოს, თუ გინდა, უნდა სხვანაირად მიუდგე, თუ გინდა შვილი, ეს რა ვიცი, რაღაც წამოვიდა ეგეთი ინფორმაცია ვიღაცის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი. და აქედან კიდე შეგვიძლია ჩვენ ბევრი ფენის ამოხვება, იმიტომ რომ ბევრი სიტუაციას უკვე განვითარება წამოვა, ვფიქრობდი, მივხვდი მე ძალიან კარგად, იმდენს ვფიქრობდი, ხო? შეიძლება დავუშვათ კიდე ახალი იდეები მქონდა, თქვათ ადამიანს სტაბილურად აქვს ყველაფერი აბსოლუტურად, ნორმალურად აქვს ადამიანს თავისი საქმე, ხო, მიდის ჩვეულებრივად და ამიტომ, არ ვფიქრობდი ახლა არაფრის ცვლილებას, იმიტომ რომ აწყობდა ყველაფერი, რაც ქონდა, მაგრამ ამავე დროს რაღაცა წამოვიდა ეს მომენტები, რომ შეიძლება აერია სიტუაცია და რაღაცა ბიძგი, იმიტომ რომ მეხუთე ჯვარში, ესა უკვე მეხუთე ჯვარი ახლა ვიცით ჩვენ, ხო, ისიც აქაც ერთ არკანში შეგვიძლია ჩვენ ახლა იქ უამრავი ჯვარი ისეთი რამეა, რომ იქ ახლა ბევრი არკანები ამავე მაღალი არკანიც რა თქმა უნდა აქვე არის და აქ რა ხდება? მაგა ენერგიაში ხდება ადამიანი, როცა უკვე საერთოდ ჩვენ ხო სულ მაგას ვამბობთ, რომ სული მოვიდა განვითარებისთვის. აქ რაღაც ადამიანმა მიაღწია რაღაცას, ხო? აქ ვიცით ჩვენ რომ ამაში არის კიდე იმპერატორის არკანი, რაღაცას მიაღწია და უკვე გადავიდა ეგრევე შეიცვალა მისი ცხოვრება შეიძლება და არის ახლა ძალიან მსუბუქად, მაგრამ იცით ძალიან მშვენივრად კარგად აქ ადამიანი, რომ იცით რა არის, რომ რაღაცა უნდა შევცვალო და შეიძლება სიტუაცია ისეთი შემოვარდა მის ცხოვრებაში, რომ გააღვიძოს და გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან, რომ აქაც უკვე არანაირი ენერგიის მოგროვება ქონდა სხვათა შორის კიდე. ნახეთ, კიდე როგორი საინტერესო ინფორმაცია მოდის, შეიძლება ადამიანი იყო კაი ხანი პერიოდში, როცა კარგად იყო, ამავე დროს ძალასაც იგრიბავდა, ფიქრობდა შეიძლება იმაზე რა შემიძლია კიდე შევცვალო და ისეთი სიტუაცია შემოვიდა აქ მის ცხოვრებაში, რომელმაც აიძულა, რომ უკვე უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. ჩვენი კითხვა არის აქ რაზე, ჩვენ რისთვის გვაქვს ეს გაშლა დავუშვათ, რომ გავიგოთ მიზეზი არის, რატომ მოხდა ეგ სიტუაცია, რატომ არაფერი არ იყო, თქვა არ ქონდა ძვრა, იმიტომ რომ შენ დიდი ხანია იჯეკი კომფორტის ზონაში, მაგრამ მოვიდა იმისი დრო უკვე, რომ შენ გაიღვიძო. ან დაუშვათ, დიდი ხანია ფიქრობდა ადამიანი აქ, კი უნდოდა რაღაცის ცვლილება რო ყოფილიყო მის ცხოვრებაში და რისთვის არის დაუშვათ ეს სიტუაცია, იმისთვის არის, რომ შენ ახლა გაძლევდნენ დროს იმისთვის, რომ შენ ახალ ენერგიებში შესულიყავი, რაღაცა დაგესრულებია, გეფიქრა, შენი პროფესიონალიზმი, აი აქ იმპერატორიც არის, აი აქ ამ ჯაჭვში, შენი პროფესიონალიზმი გამოგიყენა, მოგეგროვებია ეს, აქ ხო ვიცი ჩვენ რომ რაინდი არის, ხო? შემოსწავლეებმა იციან რომ აქ რაინდების ენერგიაც არის, ხო? რომ უკვე დაგეწყოთ მერე წინსვლა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ეს არის ენერგია რაინდის ხმალების, ეს არის ენერგია რაინდის გვერდხების, ხო? და აქ მოემზადო იმისათვის, რომ უკვე დაიწყო, აი აქ ქმედება, აქ ვიცით ჩვენ რომ არის უკვე გვერდხების რაინდის ენერგია. ვიცით ჩვენ ესეც, ხო? და ამიტომ აქედან გამომდინარე, უკვე ვიცით რომ ეს სიტუაცია იმისთვის არის, რომ შენ განულდე, ტრანსფორმაცია გაიარე, კარგი ხანი იყავე, შეიძლება მედიტაციებს აკეთებდე, ფიქრობდე რაღაცაზე, ხო, იდეები შეიძლება მოგდიოდე აქ
და ეხლა მოვიდა უკვე დრო, რომ შენ იმოქმედო, ახალი პერიოდი იწყება შენ ცხოვრებაში და მაგიტომ იყო ეს ასეთი სიტუაცია, რომ შენ მაღალმა ძალებმა შეიცადეს მაქსიმალურად, რომ გამოიყვანეს, შენ დრო მოგცეს, რომ შენ ანუ დაუშვათ რაღაცას მიაღწიე, დატკბი და ეხლა უკვე მორჩა ამ სტაგნაციაში ყოფნა, ისეთი სიტუაციები და ისეთი შეიძლება აზრებიც მოვიდა, ან თვითონ მოვლენები, რომელიც შენ გაიძულებენ, უკვე გამოხვიდე აი ასეთ მდგომარეობიდან და დაიწყო რამე ქმედება იმისთვის, რომ დაიწყო ახალი საქმე. აი ასეთი მოკლე მიმოხილვა, კიდე ბევრი შეიძლება აქედან ინფორმაცია ამოვიღოთ. მე უბრალოდ განახეთ თქვენ ძალიან ასეთი მოკლე გაშლა. მაგაში ჩავაქსოვე ის, რომ აი რამდენად მნიშვნელოვანი არის, როცა შენ იცი პოზიციები, როცა შენ აი საიდან ვიღებთ ამდენი ინფორმაციას, ხო? იქიდან ვიღებთ, რომ ჩვენ ვიცით აი ამ თითოეულ არკანში კიდე არის სულ მცირე ერთი, რა ვიცი მე, ერთი დავითვალო რამდენი მართლა 3, აქ 3, კიდე ექნება 4, 7 და კიდე 11-12 კიდე კარტი ყველას აი ახლავს, ასე რომ ვთქვათ და თითოეულს და აქედან ვიღებ ჩვენ ინფორმაციას. რა თქმა უნდა, ამას მივაძლევ სწავლის პროცესში და აი ამიტომ შეგვიძლია ამდენი ვისაუბროთ. შეიძლება თქვენი სიტუაციაც აქედან მივხვდეთ რაღაცას, ხო თქვა, თუ ჩაუთქვით რამე ისეთი თქვენი სიტუაცია, აქ ამდენ პასუხის მიღება შეგვიძლია ჩვენ ასე პროფილური გაშლებიდან.